ვიდრე უკრაინისთვის შემუშავებული 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხილვა მიმდინარეობს ფრონტის ხაზზე ვითარება დინამიკურად ვითარდება სულ ახლახან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს ანგარიში ჩააბარა ფრონტზე მიღწეული წარმატების შესახებ და მისი თქმით ხარკივის ოლქში დასახლება კუპიანსკზე მიაღწიეს წარმატებას და დაიკავეს ეს დასახლება თუმცა ამ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა კიევი და უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს აქვე უნდა ითქვას რომ კუპიანსკისთვის ბრძოლა უკვე 1 წელზე მეტია რაც მიმდინარეობს ახლა ნახოთ რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებს გაგაცნობთ ამ ინსტიტუტის მონაცემებით სულ ძირითადად არის 5 აქტიური კერა ჩრდილოეთის მიმართულება ერთ-ერთი ხარკივის ფლანგი აღმოსავლეთ ფლანგი, დონეცკისა და ლუჰანსკის ფლანგი და სამხრეთ მიმართულება ზაპოროჟიეშიც ასევე აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს. გიორგი თუხარელი, ევრონის ჯორჯია სამხედრო მიმოხილველი მუშაობდა თემაზე და უფრო მეც ის გვეტყვის, გიორგი, რომელია ყველაზე აქტიური ზონები ფრონტის ხაზზე, რომ გითხრა. უდაოდ ფრონტის ხაზზე ყველაზე აქტიური კერა არის ცენტრალური მიმართულება, ეს არის პოკროვსკის ფლანგი, სწორედ პოკროვსკთან არის ყველაზე დიდი აქტიური სამხედრო დაპირისპირება ბოლო პერიოდში, სადაც რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და ნაცვლად იმისა, რომ დიდი ჯავშანსატანკო იერიშები განახორციელონ, ახლა ძირითადად პერმანენტული ხშირი, მცირე ჯგუფიანი, რამოდენიმე კაცისგან შემდგარი ტაქტიკური ჯგუფებით უტევენ და არ არის აქ გამოყენებული უკვე ჯავშან ტექნიკის მასობრივი იერიშები. როგორც ხედავთ, პოკროვსკზე არის რამდენიმე ძირითადი შეტევის მიმართულება, ეს დაახლოებით 3 შეტევის ძირითადი მიმართულებაა და ასევე მცირე დანაყოფები სხვადასხვა მიმართულებით უტევენ ფლანგს, პოკროვსკის ფლანგს. ვითარება დაძაბულია პოკროვსკთან, იმიტომ როგორც ხედავთ, ეს ყვითლად მონიშნული ტერიტორიები, ეს არის ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ზონა, თუმცა ამაზე რუსები აცხადებენ, რომ ჩვენ დავიკავეთ, ჩვენ ეს ტერიტორია დაკავებული გვაქვს და დავიპყარეთ, თუმცა ეს არის სწორედ ის ტერიტორია, სადაც ვითარება საკმაოდ დინამიკურია, როგორც აღნიშნე და ხელიდან ხელში გადადის, ასე ვთქვათ, ეს ტერიტორია და უკრაინის შეიარაღებული ძალები პოკროვსკის მიმართულებითაც უარყოფენ იმას, რომ პოკროვსკის ამ ქალაქს აკონტროლებს რუსეთი, დაახლოებით როგორც კრემლში აცხადებდნენ, 80% გავაკონტროლებთ პოკროვსკისო, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს უკრაინული მხარე და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშიც აღნიშნულია, რომ ქალაქი მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქისთვის წელიწადზე მეტია ბრძოლა მიდის, ჯერ კიდევ რუსები ვერ აკონტროლებენ, თუმცა ინტენსივობა მოიმატა ბოლო პერიოდში. სხვა მიმართულებებზე რა ხდება, გიორგი საინტერესო, ასევე იგივე ზაპოროჟიის ფლანგზე რა ხდება, რომ მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია. ზაპოროჟიეს ფლანგზე სანამ უშუალოდ გადავიდოდით, როგორც აღნიშნე, რამდენიმე მიმართულებაა ძირითადად ყველაზე აქტიური ფრონტის ხაზზე. მათ შორის ერთ-ერთი არის კუპიანსკი, რომელიც ხარკივის ოლქში მდებარეობს და კუპიანსკზე, როგორც აღნიშნე, განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა რუსეთის, რომ კუპიანსკი დავიკავეთო, თუმცა რეალურად იგივე დაახლოებით იგივე მდგომარეობაა როგორც პოკროვსკში, თუმცა პოკროვსკში უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთი, ვიდრე კუპიანსკში. რაც ეხება სამხრეთის ფლანგს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, აქ ძირითადი 3 მიმართულებით ვითარდება რუსეთის იერიში. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურდა სამხრეთის ფლანგზე საბრძოლო მოქმედებები, რასაც სხვადასხვა სამხედრო მიმოხილვითი ორგანიზაციები მიაწერენ იმას, რომ შესაძლოა ეს იყოს ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ იძულებული გახდეს უკრაინა გადაისროლოს სხვა რეგიონებიდან, მაგალითად პოკროვსკიდან ძალები დაამატოს ამ მიმართულებით და შესაბამისად პოკროვსკის აღება კიდევ უფრო გაუადვილდეს. თუმცა აქ არის ერთი ადგილი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, ეს არის დასახლება ჰულიაპოლე. სწორედ ჰულიაპოლეზე ამბობს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომ აქ რამდენიმე დასახლება დაიკავა რუსეთმა და შესაძლოა უახლოეს დღეებში ამზადებდეს
დიდიერის სულიეპოლის მიმართულებით. ეს არის როგორც ხედავთ დაზიანებული წყალსაცავიდან აღმოსავლეთით მდებარე დასახლება. როგორ ვითარდება საბრძოლო მოქმედებები ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ რომ ამინდის გაუარესებისა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ტემპებმა მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა წინა თვეებისგან განსხვავებით მაინც აქტიურობაა სწორედ ახალი ტაქტიკით რუსეთის მხრიდან და ამ საკითხებზე სამხედრო მიმომხილვას ვესაუბრეთ და შეგვიძლია ვნახოთ ეს ინტერვიუ. უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ საუბარს სტუმართან ერთად განვაგრძობთ. ევრონიუს ჯორჯიას კითხვებს უპასუხებს სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი. მოგესალმები გიგა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით. ბოლო პერიოდში მაგალითად ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა სულ ახლახანს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც იყო ესეთი ძირითადი მიგნებები, რომ ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე გააქტიურდნენ რუსული ძალები. ჩვენ ვიცით რომ პოკროვსკი იყო ძირითადი დარტყმის კერა, თუმცა საუბრობენ რომ არის ზაპოროჟიეს მიმართულებით გააქტიურება, ასევე ხერსონის მიმართულებით და 5 ძირითადი წერტილი იყო აღნიშნული. რა ვითარებაა ზოგადად ფრონტის ხაზზე და რა მეცნიერებას თუ აქვს ადგილი? დიახ, ბოლო პერიოდი ყველა მიცის რომ ეს პოკროვსკის მიმართულება არის ყველაზე ისეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ერთგვარი ტაქტიკური დონის ალყის საფრთხე ჰქონდათ და აქვთ უკრაინელებს. ორი მაგისტრალი გადის აქ, რომლის მეტნაკლებად შენარჩუნებაზე არ დამოკიდებული მოახერხებენ თუ არა ამ არეალის შემდეგ პერსპექტივაში გაკონტროლებას უკრაინელები და რუსებს საბრძოლო მოქმედებების ტემპი ძალიან ისეთი მაღალი აქვს შენარჩუნებული ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ის მიმართულებები ახლა რომელიც ახსენე იგივე მაგასთანაც არის სივერსკის მიმართულებაც, კუპიანსკის მიმართულებაც, აქ დაწოლა რა თქმა უნდა არის, მაგრამ არა იმ მასშტაბის რაც აი ამ პოკროვსკის მიმართულებაზე. აქ ჩრდილოეთის მიმართულებით, აი იგივე ხარკოვის მიმართულებაზე, აქ რელიეფის თავისებურებები და მთელი რიგი თავისებურებები იმის წინაპირობაა, რომ გარკვეულ დონეზე მთელი რიგი მიმართულებებზე ტაქტიკურ დონის წარმატებას შეიძლება მიაღწიონ აქ რუსებმა პოკროვსკის პარალელურად. თუმცა აი სამხრეთის მიმართულება იგივე ზაპოროჟიე რო ახსენდა განსაკუთრებით ხერსონი, ეს ის მიმართულებაა, სადაც არც ერთ მხარეს არ აქვს ის ძალები, რომ რაღაცა სერიოზული თუნდაც ტაქტიკურ დონის გარღვევა მოახდინონ. რაღაცა მცირე ძალებით რომელიმე სოფლის დაკავება არ არის რაღაცა დიდი წარმატება. რელიეფი აქ გაშლილი არის, თვითონ დასახლებული პუნქტები ბევრად უფრო სერიოზულად არის დაშორებული ერთმანეთთან, დისტანციები მეტი არის და მანევრები და მოძრაობები უფრო უწევთ ღია სივრცეში, პლუს ამას ხერსონის მიმართულებაზე თვითონ დნეპრი ხელს უშლის. ანუ აქ ბუნებრივი ზღვარი არის გავლებული და საერთოდ სხვა სიტუაცია არის პოკროვსკის მიმართულებაზე და მისი ჩრდილოეთით ეს ლუგანსკის ოლქის გაყოლებაზე. უფრო ყურადღების გადასატანი მანევრები უნდა იყოს, რომ რაღაცა ძალების გადასროლა მოახდინონ უკრაინელებმა მიმართულებით. თან ეს იმის ფონზე, რომ ძალები უკრაინელებს ცოცხალი ძალის მიმართულებით პრობლემა სერიოზული აქვს. რეალურად ცოცხალი ძალის კუთხით პრობლემა რუსებსაც აქვთ, ვინაიდან ტექნიკა ძალიან სერიოზულად არის გამოხშირული ორივე მხრიდან და ასე თუ ისე წარმატების საყრდენი რუსების მხრიდან მაინც ისევ და ისევ ცოცხალი ძალაა, რომელსაც ნუ აი მობილიზებულები პლუს სხვადასხვა მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან საუმრად ჩასულები და აი მათ ხარჯზე ახდენს გარკვეული აი ამ სახეცვლილი ტაქტიკით მეტნაკლებად წარმატება თუ შეიძლება დავარქვათ, რაც ახლა პოკროვსკში ხდება რა. აი სწორედ ტაქტიკის შეცვლასთან დაკავშირებით მინდა კითხო, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რასაც ვხედავთ და ამას სამხედრო ანალიტიკური გამოცემებიც აღნიშნავენ, გარკვეულწილად ასე თქვა ტრანსფორმი და შეიცვალა რუსული სამხედრო მანქანის ტაქტიკა. თუ იყო აქამდე ასოცირებული რომ რუსული სამხედრო იერიშები მძიმე ჯავშან ტექნიკის აქტიური გამოყენებით და ასეთი სხვადასხვა მობილური საშუალებებით იყო შედგენილი, ახლა ვხედავთ რომ არის მცირე ჯგუფები, 2-3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც
ინდივიდუალურად გადაადგილდებიან, ასე ახერხებენ, ასე ვთქვათ, ინფილტრაციას პოზიციებზე, შემდეგ გამაგდებიან და ასე შემდეგ. აი როგორ შეიცვალა? ეს ცვლილება ნაკლებად, ეს არის უფრო ადაპტაცია. არსებულ მოცემულობაზე ადაპტაცია არის. რეალურად ეხლა ძირითადად უფრო შეგვიძლია ვთქვათ, აი პოკროვსკში რა ხდება, მაგას და დაახლოებით გავს ტაქტიკით მუშაობდნენ ბახმუტის მიმართულებაზე, თუმცა მან რესურსები მეტნაკლებად ბევრად უფრო მეტი ჰქონდათ ეხლანდელ ვითარებას რო შევადაროთ. აქ არის მოცემულობა ის, რომ რუსული ძალების მექანიზაციის მაჩვენებელი მექანიზებული და მოტომსროლელი ბრიგადებზე ძალიან დაბალი არის, თუმცა ეს საზარბაზნე ხორცი ცოცხალი ძალა მაინც ყავთ და ახდენენ რას. მუდმივი ტემპის შესანარჩუნებლად აი რაღაც ტონუსი რო არ დაკარგონ და რაღაც საბრძოლო მოქმედების ტემპი რო არ დაეცეს და ეს უკრაინელებიც აი მუდმივი წნეხის ქვეშ რო ყავდეთ, რეალურად ხდება რა ათეულის დონეზეც აღარ ხდება უკვე შეტევები. აქ დასახლებული პუნქტი და ეს ურბანული ზონა აძლევს იმის საშუალებას, რომ ათეულებიც კი დაიშალოს ჯგუფების დონეზე, ორ ჯგუფად იშლება და ჯგუფების დონეზე შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს ჯგუფებიც დაშალონ და უმცირესი ქვედანაყოფების დონეზე, ორკაციანი, სამკაციანი, შეიძლება 4-5 კაციანი ქვედანაყოფების დონეზე ურბანულ ზონაში აკეთებენ ინფილტრაციის ტაქტიკით შეჟონებას სხვა მიმართულებიდან აქტიურად იყენებდნენ და იყენებენ თუ არის კონკრეტულ სიტუაციაში საჭიროება და შესაძლებლობა მიწისქვეშა კომუნიკაციის ხაზებსაც ეს დიდი დიამეტრის მილებზე არის საუბარი, რაც აი არაერთხი ათეულობით იყო შემთხვევა, რაც სწორედ რაიონიდან რაიონში გადასასვლელათაც სხვადასხვა მიწისქვეშა გვირავებსაც იყენებენ საბჭოთა ინფრასტრუქტურიდან შემორჩენილს და აი ასეთი ჯგუფების, მცირე ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდება უდიდესი რესურსები უკრაინელების მხრიდან. დრონების დიდი კონცენტრაციის ხარჯზე აჩერებენ ასე თუ ისე რუსების მიწოლას ამ მიმართულებაზე. ვინაიდან ცოცხალი ძალის კუთხით სერიოზული პრობლემა აქვს უკრაინელებს დეფიციტი და ეს საიდუმლო აღარ არის, იგივე აი მაგალითად გამაგრებულ პოზიციებზე მთელი ფრონტის მთელ გაყოლებაზე აი მაგალითისთვის რო ვთქვათ აპორნიკებს რო ეძახიან ეს შემოკლებით, ანუ საყრდენი პუნქტები. ქართულად საყრდენ პუნქტს თუ წესდებით რაღაცა გარკვეული რაოდენობის ცოცხალი ძალა და შეიარაღება ჭირდება, ხშირ შემთხვევაში განახევრებული და მესამედი ძალებით ახდენენ მის მოწყობას და შენარჩუნებას და ისევ დრონების დიდი კონცენტრაციის ხარჯზე ახერხებენ ამას. პოკროვსკის ფლანგზე წელიწადზე მეტი რაც მიდის საბრძოლო დაპირისპირება, თუმცა აი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიცვალა ვითარება და უფრო უმეტეს რამდენიმე კვირის განმავლობაში სწორედ იმ ტაქტიკამ, რაზეც ვთქვით, რომ ეს არის ადაპტაცია, შედეგი გამოიღო. გამოდის რომ რაღაც გამოწვევებისთვის უკრაინული არმია არ იყო მზად. რა არის ეს გამოწვევები დღეს? ვერ ვიტყვი რომ აი რაღაცა მზად არ იყო ეს მოსალოდნელიც იყო აქეთ მიდიოდა ყველაფერი რომ მსხვილი დაჯგუფებებიდან ჩამოვიდნენ უკვე ჯგუფების დონეზე თავდაპირველად დაიწყო ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებით აი დინამიკაში რომ მივყვეთ მანევრული ოპერაციები პირველ დღეებზე მაქვს საუბარი მე ეტაპობრივად გადაერთო ეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებმა დაიხიეს უკან და უკვე ბრიგადის საბრძოლო წყობაში ანუ იმ ბრიგადების შემადგენლობაში დაიწყეს მოქმედება ბრიგადის ოპერაციებით გაგრძელდა შემდეგში ეტაპობრივად უკვე აი ომის შუა ფაზა რო იყო ნახეს რომ ეს ბრიგადის სისტემა დიდად არ იყო დახვეწილი ბრიგადის სისტემით მუშაობა რუსულ არმიაში და ისევ კარგად ნაცად პოლკი დივიზიის სტრუქტურას დაუბრუნდნენ ეტაპობრივად, თუმცა მას შემდეგ რაც ძალების გამოხშირვა დაიწყო დრონების კონცენტრაციის ზრდიდან გამომდინარე, ძალების მასიური გამოხშირვა დაიწყო, რომ ვერ ახერხებენ ჯავშან ტექნიკით მასიურად დააკომპლექტონ ძალები. არა თუ მთლიანი შენაერთები, არამედ ქვედანაყოფების დონეზეც აქვთ და მით უმეტეს როცა ცოცხალი ძალის კუთხით ასე თუ ისე პრობლემა მაინც არ აქვს თულსებს, იმიტომ რომ იწვევენ პრობლემა აქვს პროფესიონალი ცოცხალი ძალის მაღალ პროფესიული დონეზე მომზადებული ცოცხალი ძალის კუთხით, ქვეითების დონეზე რა თქმა უნდა ახერხებენ ძალების მობილიზებას, მათ წვრთნასაც, აღჭურვასაც, პლუს ამას ეგარ როგორც ვახსენე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ძალებითაც ხდება მათი შევსება, იგივე ჩრდილო კორეელებსაც აქტიურად იყენებენ, თუმცა
ძირითადი დოქტრინალური მიდგომა, რაზეც არის დაშენებული, რაზეც იყო დაშენებული საბჭოთა არმიაში ქვედანაყოფები და ქვედანაყოფების და შენაერთების მოქმედების ტაქტიკა და შემდგომში რუსულ არმიაში, ანუ დიდი მექანიზებული ძალებით მასიური მიწოლა და გარღვევითი ოპერაციები ამას ვერ ახდენენ. შესაბამისად, ადაპტირდნენ არსებულ გამოწვევებზე, არსებულ ბრძოლის ველზე და აი ამ მცირე ქვედანაყოფებით ახდენენ შეუჩერებლივ აი უწყვეტ მიწოლას და აი გარკვეული კუთხით, ხო, იგივე გაშლილ რელიეფზე ზოგ შემთხვევაში, მაგრამ განსაკუთრებით ურბანულ ზონაში, სადაც დიდი რაოდენობით შენობა ნაგებობები და კორპუსები არის, ბეტონის ნაგებობები არის. ამ კუთხით ჯობია რომ მოწინააღმდეგე დიდი რაოდენობით ჯავშნა ტექნიკით გიტევდეს, ვიდრე რაღაცა ჯგუფების დონეზე გიტევდეს ასეულობით ჯგუფით და ათასობით ჯგუფით ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა რაიონებში. და ბოლოს გიგა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აი პოკროვსკის ომი დაიწყო წელიწადზე მეტია და ჯერ ბოლომდე ვერ მივიდა, ვერ მიიყვანა კრემლმა თავისი ამბიცია, რომ ეს დაიპყროს და წაართვას უკრაინას, რა პერსპექტივა აქვს ომის ამ ტემპით დონეცკის ოლქის იმ ტერიტორიის დაკავებას, რომელიც დარჩენილია უკრაინული კონტროლის ქვეშ და არაერთი პოკროვსკზე დიდი ზომის დასახლება. ხო, აი ცოტა ისეთი ზემოდან რომ დავხედოთ, ხო, საბრძოლო მოქმედების რუკას მთლიანი აღმოსავლეთის ფრონტი რომ მოვიხილოთ, აი დაახლოებით მასშტაბები საერთოდ სხვა არის, ოპერატიული დონის მასშტაბები არის აქ და გარკვეულ დონეზე აქ ამ შემთხვევაში წარმატება შეიძლება სტრატეგიული დონის წარმატებაში გადაიზარდოს რუსების მხრიდან, აი თეორიაში რომ დაუშვათ სლავიანსკის მიმართულება, ჩრდილოეთ მიმართულებიდან ეტაპობრივად ნელ-ნელა მიიწევენ წინ ძალიან ნელა, ვითომ დაუნიშნულოთ, მაგრამ წლები იწელება ომი და რაღაც დონეზე მიიწევენ წინ, თან გეოგრაფიული მოცემულობა ისეთია, რომ აი ჩრდილოეთიდან ზემოდან ექცევა სლავიანსკის მიმართულებას, აქ არის სრული ოპერატიული დაჯგუფება არის თავმოყრილი უკრაინელების და სამხრეთის მიმართულებიდან ეს პოკროვსკის მიმართულება და პლუს ეს სამხრეთის მიმართულება. თეორიულ მომავლის პერსპექტივაში აი ოპერატიული დონის ალყა მოახერხონ შეიძლება აი სლავიანსკის გარშემო, ოღონდ ეს ძალიან ისეთი თეორიული ის არის და აი ყველაზე ისეთი ცუდი სცენარი არის, თუმცა პირველ ეტაპზე აი პოკროვსკის მიმართულებას ალბათ დაიკავებენ რუსები. უკრაინელები აქ ძალებს აჩერებენ მანამდე, სანამ კიდე შერჩებათ რესურსები, აქ შეაჩერონ რუსები და მაქსიმალურად დიდი დანაკარგები მიაყენონ და ალბათ შემდეგში ეტაპობრივად გამოვლენ, იმიტომ რომ დიდი ძალები არის რუსული აქ თავმოყრილი, დიდი ძალებით ერთდროულად რო არაწვევიან არაშავსო ძალები არ არის დიდი ძალებით, უბრალოდ ელოდებიან რაღაც იმ კრიტიკულ მომენტს, რომ იმენად დასუსტდეს აქ უკრაინული თავდაცვა, რომ მეტნაკლებად ალყის შეკვრა მოახერხონ. თავარი არის, რომ ეს ორი დიდი მაგისტრალი მეტნაკლებად შეინარჩუნონ აქ მოძრაობა უკრაინელებმა, კი ურტყავს რუსული артиლერია ამ ორივე მაგისტრალზე, აი M30 არის ერთ-ერთი მთავარი სამხრეთ მიმართულებაზე. ძალების დიდი ნაწილის გამოყვანა მოახერხონ, რომ იგივე ტრაგედია არ მოხდეს, რაც არაერთხელ მომხდარა. ზოგ მიმართულებაზე აი რუსების მხრიდან დიდი სიტყვაზე, აი დიდი მექანიზებული შეტევა ბატალიონის და ბრიგადის დონეზე რომ მოხდეს, თუმცა წარმოუდგენელი არის და შეიძლება ითქვას რაღაცა საჩუქარიც იქნება უკრაინელებისთვის, იმიტომ რომ ასეთი მასიური შემოტევების შეჩერება артиლერიის და დრონების მაღალი კონცენტრაციით მეტნაკლებად მარტივად არის შესაძლებელი, მაგრამ როდესაც ფრონტის მთელი მიმართულებებზე მუდმივად გაწვევიან უმცირესი ძალებით, ტაქტიკურ სივრცეში უმცირესი ძალებით, ათეულების და ჯგუფების დონეზე, ამას საერთოდ სხვანაირი ტაქტიკით ჭირდება დაპირისპირება.